ანდრომედიანელების გზავნილი 14 სექტემბერი 2015 წელი. მოგესალმებით ძვირფას დედამიწელებო. ჩვენ გსურს გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი იმის შესახებ, თუ როგორ არის მოწყობილი ჩვენი ცხოვრება ჩვენს პლანეტაზე. ჩვენ გულწრფელად ვივენდორებთ, რომ ახლა როდესაც თქვენი დედამიწა შევიდა ახალ განზომილებაში და გზა უკვე აღარ არის, ჩვენი რჩევები შეიძლება თქვენთვის გახდეს ერთგვარი მაშველი რგოლი, რადგანაც ჯერჯერობით თქვენ გავხართ ბავშვებს, რომლებიც გადახდნენ წყალში თურის სწავლის გარეშე და თვალყურს გადევნებენ, შეძლებთ თუ არა მეორე ნაპირზე მისვლას. რეალურად ზოგიერთი თქვენგანი უკვე წარმატებულად გამოვიდა ნაპირზე, რადგანაც მოხვდა მეხუთე განზომილებაში და გააცნობიერა რომლებიც ამდენი წელი ელოდით უკვე მოხდა. სხაპარი რეალურად ახდა. იმათთვის ვიზით ასეთი ცნებები როგორიცაა დედამიწის ამაღლება, მეხუთე განზომილება, მაღალი ვიბრაციები და ასე შემდეგ არის ჯერჯერობით რაიმე აბსტრაქტული და გაუგებარი, ჩვენი საუბრები შეიძლება აღმოჩნდეს ჭეშმარიტად გადამრჩენილი. ამრიგად დავიწყოთ იქიდან, რომ თქვენი დედამიწა უკვე შევიდა მეხუთე განზომილებაში. ეს უკვე მომხდარი ფაქტია და ახლა მხოლოდ ისინი, ვინც შეძლებენ იქ გადასვლას, შეძლებენ ცხოვრებას გაგრძელებას განახლებულ პლანეტაზე. სწორედ თქვენთვისაა გამიზნული ეს გზავნილები ჩვენო ძვირფასებო და ძმებო. რით შეგიძლიათ დაიწყოთ ამაღალ რეალობაში მოხვედრისას. პირველი თუ რაც უნდა შეეჩვიოთ არის, რომ ახლა თქვენ ცხოვრებას შექმნით არა თქვენი ცნობიერებითა და ფიზიკური ქარჯით, არამედ მხოლოდ აზრითა და განზრახვით. ამის შეგუება თქვენთვის არ იქნება მარტივი, ძალიან ძლიერია თქვენში საუკუნეების განმავლობაში ჩადებული აზროვნების ინერცია. თუმცა თანამედროვე თქვენ ისწავლეთ ამას და თქვენ გაგიჭირდებათ იმის წარმოდგენა, თუ როგორ ცხოვრობთ ადრე ამ ჯადოსნური ძალის გარეშე. მეორე არის თქვენი უნარი ტელეპათიური ურთიერთობისა, რომელიც გაგეხსნება თითქმის მაშინ, როდესაც საბოლოოდ გადახვალთ მეხუთე განზომილებაში. თქვენ აღარ დაგჭირდებათ საათების დახარჯვა რაიმე საკითხების განხილვისას იმაზე, რომ დაარწმუნოთ იმავე თანამოსაუბრე უსასრულო კამათებსა და ხანგრძლივ საუბრებზე. ეს ყველაფერი მოხდება წამიერად. აზრების გაცვლით და ერთობლივი გადაჭრის გზების მოძიებაც. ხოლო რადგანაც მეხუთე განზომილებაში არსებობს ნეგატიური ენერგიები, ემოციები, ნებისმიერი თქვენი კონტაქტი მოხდება ურთიერთსიყვარულისა და პატივისცემის ატმოსფეროში. თქვენი ერთობლივი მუშაობა მოგანიჭებთ ჭეშმარიტ სიამოვნებას, ამიტომაც შედეგები იქნება მშვენიერი, რადგანაც ერთადერთი ენერგია, რომელიც გამოკვებავთ, იქნება სიყვარული. მესამე არის თქვენი უნარი, რომ გადალახოთ ნებისმიერი მანძილი წამიერად, საკუთარი სურვილისამებრ. ახლა თქვენი ტრანსპორტის სახე გახდება თქვენი საკუთარი აზრი. ეს ჯერჯერობით თქვენთვის იმდენად წარმოუდგენელი, რომ შეიძლება ფანტასტიკად მოგეჩვენოთ. თუმცა გვერწმუნეთ, სწორედ ასეც მოხდება. თქვენ შეძლებთ მოგზაურობას არა მხოლოდ დედამიწის ტერიტორიაზე, არამედ მთელ სამყაროში, რადგანაც თქვენს სხეულებს ექნებათ უკვე სხვა შემადგენლობა. ეს იქნება უკვე არა მატერიალური სხეული, არამედ სინათლისებრ კრისტალური, ანუ ისინი შექმნილი იქნება ღვთაებრივი მატერიალისგან და ყოველი სხეულის უჯრედს ექნება თავისი ცნობიერება, რაც საერთო ჯამში მოგცეთ ახალ უნარებსა და შესაძლებლობებს. ამ ყველაფერთან შეჩვევა არ იქნება მარტივი და მთავარია ირწმუნოთ ეს, რომ რეალობაა. თავდაპირველად თქვენ იქნებით ჩიტების მსგავსები, რომლებმაც იციან, რომ გაფრენისთვის არიან დაბადებულები, თუმცა ჯერ ამის ეშინიათ. თუმცა ნაბიჯ-ნაბიჯ თქვენ ისწავლეთ ფრენას და შეძლებთ ისეთი ძალების მიღებას, რომ არარეალური უკვე მოგეჩვენება თქვენი წინანდელი ცხოვრება. ამაზე გავჩერდებით დღეს. თანავარსკვლავედი ანდრომედის უხუცესთა საბჭო საუბრობდა თქვენთან. გზავნილი მიიღო მართამ, თარგმნა წაიგეთა გუჩა. ვიდეოს ბოლოს მსურს შემოგთავაზოთ კურსი, რომელიც დაგეხმარებათ გაიაროთ ეზოთერიკის საფუძვლები და უკვე დღესვე დაიწყოთ თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ასევე გთავაზობთ პირად კონსულტაციას, სადაც განვიხილავთ თქვენს პრობლემას, გეტყვით თქვენ სულიერ მისიას, თქვენ დადებით და უარყოფით მხარეებს და დაგეხმარებით თქვენი გასაჭირის მოგვარებაში. დამატებითი ინფორმაციისათვის დამინერგეთ ტელეფონის ნომერზე ან მომწერეთ სოციალურ გვერდებზე. ლინკები მოცემულია აღწერაში. გისურვებთ წარმატებას.